მომავალი მოქანდაკე ამ სახელწოდების ბავშვთა და მოზარდთა სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას ელენე ახვლედიანის სახელობის სურათების საბავშვო გალერეა მასპინძლობს. გამოფენა ქანდაკების ფესტივალის ფარგლებში იმართება. ნამუშევრები წარმოდგენილია სხვადასხვა მასალით. აღსანიშნავია, რომ თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია წელს მესამედ მართავს ქანდაკების ფესტივალს, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ბავშვთა და მოზარდთა სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით მომავალი მოქანდაკე. აღნიშნული ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. საგამოფენო სივრცეში 70-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის კერძო და საჯარო სკოლების, ქანდაკების სხვადასხვა სტუდიისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეები. გამოფენა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან სალუქვაძემ გახსნა. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გამოფენის ფარგლებში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ყველა მონაწილეს დიპლომი გადაეცა. წელს მესამედ ტარდება ქანდაკების ფესტივალი, რომელიც მოიცავს თავის ფორმატით ყველა თაობის ასე ვთქვათ, ხელოვანის გამოფენებს, ლექციებს, შეხვედრებს. წლევანდელი ფესტივალი შედარებით გვიან დავიწყეთ მიზეზთა გამო, მაგრამ მაინც შევძელით და ძალიან მადლობელი ვართ იმისთვის, რომ თბილისის მერიამ ხარი დაგვიჭირა ამ ჩვენი ფესტივალის სტაბილურობაში. აღსანიშნავია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევიცვალეთ ლოკაცია და წელს გვაქვს გამოფენა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა საგამოფენო დარბაზში, გამოფენა ძალიან საინტერესო გამოვიდა. მე ძალიან მიხარია, რომ ბავშვებს აქვთ მაღალი мотивация, ისინი ძალიან გახარებულები არიან არა მარტო გამოფენაში მონაწილეობით, არამედ ზოგადად თავისი შემოქმედებით და ეს თვითონ ნამუშევრებში ჩანს მათი დამოკიდებულება ზოგადად ცხოვრებისადმი და სიხარული, აი ეს დიდი გახარება, რაც ბავშვებს თავის შემოქმედებაში ყოველთვის აქვთ, კიდევ ერთხელ ყველა მნახველს გვახარებს და გვაბედნიერებს. ეს ფესტივალი ზრდის, ასე რომ ვთქვათ, თითოეულ მოსწავლეს, თითოეულ მომავალ მხატვარს, პატარა მხატვრებს. აქ ძალიან ბევრი ბავშვია, რომელიცაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი, ძლიერი მხატვარი შედგება მისგან. თუ გაყვება, რა თქმა უნდა, ყველა არ გაყვება. ვინც გაყვება, შემდეგ რომ შევიდეს სამხატვრო აკადემიაში, ჩაირიცხოს, თავის თავზედაც იმუშაობს, რომ ერთ-ერთი ძლიერი იქნება. ამის რესურსები ჩვენს სამშობლოს გააჩნიათ. ეს ნამუშევარი გავაკეთე ერთ კვირაში. ძალიან მომწონს ნამუშევარი. და მე თვითონაც ყმაყოფილი ვარ. ქანდაკების ფესტივალში უკვე მეორედ ვიყავ მონაწილეობას. ეს ფესტივალი მეხმარება იმაში, რომ გავაცნო ხახ ჩემი ნამუშევარი. წელს წარმოადგინა ჩარლი ჩაპლინი. ფიქრობ, რომ კარგი გამოვიდა. ვარ მესამე კლასელი. მე დავარქვი მზის ღიმილი ამ ქანდაკებას, მე რაც გამოძერწენ. დამჭირდა სადღაც 2 დღე. ძალიან მომწონდა პროცესი, რომ ძერწავდი, ძალიან სახალისო იყო. სახელის მე შევქმენი ანუ არავინ არ დამეხმარა და ძალიან მომწონს ჩემი ნამუშევარი. მე მარტო რქა, იმიტომ მინდოდა გამეკეთებინა, რომ ძლიერი და ლამაზი ცხოველი იყო ჩემთვის, ამიტომაც გავაკეთე. მე ბევრი ცხოველი მომწონს, ამიტომაც პირველი ამით დავიწყე. მუშაობის პროცესი არც თუ ისე ძნელი იყო, მაგრამ ცოტა ბევრი ხანი მოუნდი. თამხიარულად ვაკეთებდი, საინტერესოც იყო მუშაობის პროცესი. ორგანიზატორთა განმარტებით გამოფენა მომავალი მოქანდაკე მიზნად ისახავს ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენასა და ქანდაკების მიმართ ინტერესის გაღვივებას. წარმოდგენილი ნამუშევრების ხილვას დამთვალიერებლები ელენე ახვლედიანის სახელობის სურათების საბავშვო გალერეაში 19 ნოემბრამდე შეძლებენ.